გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? ეხლა ვარ არიზონაში და აი ხო, დავდივარ და რამდენჯერ და სულ მაინტერესებს ეს რა არის. მეგონა რესტორანი რაღაცა და აი არ ვიცი, დავათვალიეროთ ახალი რაღაცაა და ეს არის 40-იანი გზა. 40-იანი გზა და სულ მოვდივარ ხოლმე და ჩოყო ვეცეთ რაღაცა და არის ასეთი ჯერონიმო. აწერია ამა ჯერონიმო, აგერ. მანქანები კი დგას, მაგრამ რა არის, როგორ არის? ღია, არ არის ღია, რაღაც ინდიელებთან და იმებთან არის დაკავშირებული და მოგესალმებით ინდიელები ხო იცი როგორი ჩაკეტილი ხალხი არ ვიცი რა გადამაღებინონ, არ გადამაღებინონ. მე შანამ აი შენობაში შევა იქით. ნუ დაკეტილია თუ არ ვიცი. აქ დევს აი ეს ინდიელების საცხოვრებელი პალატკები, ანუ კარვები. მე მეგონა ესენი მანქანები, ცოცხალი მანქანები, ნუ ცოცხალი ძველი მანქანებია დგანან ახლა. აჩვენ როგორც ყოველთვის ახალი ძიებაში ვარ და ნახოთ აბა, წაკითხული არა მაქვს. აი ხო არის ასე გზა, მოვდივარ და ხშირად მოვსვარ აქ და გამივლია და მეთქი რა არის ეს რა არის და აი დავიკმაყოფილოთ ეს ჩვენი სურვილი. ნუ ეს საცხოვრებელი ყავის არის ნეტავი, ვისაც ბავშვობაში ნანახი აქ ეს ფილმები. ისე ხის არის ხო, ხის არის, ასე აკეთებდნენ? ასე ძახდნენ ამათ. No trespassing. რაღაც სიძველისისაა შენახული რა. ამერიკელებს უყვართ ეს ძველი რაღაცები და ეს ურმის ნაწილებია. ეს ძველი ურემი ხა გაიგე რამდენი წლის არის. დადიოდნენ ის რა მძიმეა რა მისტრევანი. კაი ჯანიანები იყვნენ რა. წერია no trespassing, not იქითკენ უკვე ნახე როგორი პალატკებია, ანუ კარვები. აი შესასვლელია, მაგრამ აი ხარ გადავიდე მე არ დამოჯარიმო, ვიცი. სულ შეშინებული ვარ ამ პოლიციელების და იმების გამო. კარები არა აქვთ. ჩაჭედილია. ეს დაკეტილია. თან ვიყურეთ გველი არ გამოძრესად. შეიძლება რაღაც მუზეუმის გაკეთება უნდათ და ამის და მაგვარი, წყალი მოდის ნეტავი. არა, წყალი არ მოდის. ეს რა არის ხი არის და თუ ხის კუნძი მოიტანეს ხასავით კი არის რაღაცა ამ მოჭეს მაგრამ ხასავით კი არის ხო ხეზე როგორ უნდა მიხდე რამდენი წლის არის ზოლები უნდა იყოს რა ერთიორად მაგრამ ზოლებს ვერ კი აგერ აი ფენებია მაგრამ ეს ხასავით არის ხი არის შეკვა. გახსოვთ ხეთაში რო იყო ხოლმე მამულაშვილის ბაღი, ნეტავი არის კიდე. იქ მახსოვს რომ ქვახე ქონდა რა, ესეთი მაგალითს აჩვენებდა ხოლმე. ქვახეს. რაღაც მაგსტილის არის ეს. მოგობს წინავს რა, ქვასავით. საცარი არა. დავიდეთ აბა იმ შენობასთან. არავინ არ არის, ხო, აი. ქვახია რა, ხე გადასული ქვაში. როგორ მახსოვს მამულაშვილის ბაღი, ნეტავი რამდენი ხო იმე. ისა მაგ გასარკვევი მაქვს ხო.
ეს ახლა მოძრავი მანქანაა, თუ გაჩერება არა, გაჩერებულია, დატოვებული. Close it. ეხლა ამ სიცხე ტელეფონი არ გამიჩეროს. აგერ მარჯვენა open აწერია. აქეთ close it. სავარაუდოდ ალბათ სუვენირების მაღაზია, რა ვიცი. დაგეტილი. ო, სუვენირების მაღაზია. კი. კლიდუნოთაშ. ტრეილერს რაუნდობა. ინდიელების სუვენირების მაღაზია და წარმოიდგინეთ ასეთ ადგილებში ბევრჯერმა ნამყოფი რა და სადაც ცოცხალი ინდიელები მინახე და რამდენჯერაც მივედი გადასაღებად ან ინტერვიუზე ხო საერთოდ არა ცოცხლად გელაპარაკებიან მაგრამ როგორც კი ამ ვიდეო კამერას იღებ როგორც დადებ უცხოდ უარს გეუბნებიან რა მაგრამ კი გვინდა ინდიელებთან საუბარი ხა ამერიკაში ჩამოხვიდე და ინდიელებთან არ გქონდეს კავშირი რა ლამაზად არის ეს ფერადი ქვებით არის აშენებული ხო ეს სავარაუდოდ ალბათ ქვა არის მაგრამ როგორი ფერადია ეს დიზაინურ ამბავში ლამაზია ეს არიზონას კაქტუსები და კარგი იყო რაღაცა გვენახა ჩვენი მოგზაურობა ხო უნდა იყოს საინტერესო ეს ასეთი კაქტუსი ისე ჩვენ კაი კაქტუსის სალათა კიდე უნდა შევჭამოთ გახსოვთ ფენიქსში ვიყავი და არ მომეწონა რაც შევიდეთ ერთ-ერთ მაგარ რესტორანში აქ რა ხდება ოკეი ნუ სავარაუდოდ არავინ არ არის და იმ პალატკაში ხო არ მივიდე პალატკა კარავში ხო აი სუვენირი აქედან ფანჯარა ჩანს აი შიგნით რო შეიხედა მთელი სუვენირები და განსაკუთრებით ძალიან ბევრი ქვებია ეს რა არის? რა პუშკებია თუ რა არის? აქ უნდა მოიყვანო ჯაჯანიძე და ვიღაცები მოვიდნენ ეგ ამერიკელები ალბათ. ხო, და რას მომოდი ჯაჯანიძე უნდა მოიყვანო და სამბავში მაგას ხო ეს კრისტალები და ასე რაღაცები უყვარს ხოლმე რა. სიუჟეტს გადაიღებდა. რაღაც ქვებია სხვადასხვა ზომის. იქით ეს რაღაც ხმა მომესმა. ინდიელები ხო არ არიან. სადაც ოჯა, მამა და ორი ბავშვი. ჩემსავით მოვიდნენ, დაინტერესდათ. ინდიელები არ არიან. წავით გავაგზავნოთ ჩვენი აღმოჩენა. აი უკვე თავისი ინდური სიმბოლოები ამათ ხო უყვარდათ ეს წარმართები არიან ეს ღმერთები ყავთ რა იქით ვერ გახვა ინდიელების ცხოვრების წესია ეთყობა თავის დროზე მაგრამ მუშაობდა და ეხლა არ მუშაობს ან დაკეტილია მაღაზია დღეს რა კვირა დღეს კვირა პირიქით კვირაობით არ უნდა იმუშაოს რა პირაობით არ უნდა იარონ ტურისტებმა და მაღაზიამ უნდა იმუშაოს არის თავით აბა შევიდეთ კონტაქტში იმ კაცთან და ბავშვებთან რაღაც შემოგვაყდა რა მეგობრებო ცოტა საინტერესო ადგილების ნახვა და მოწყურებულები ვართ აი მე გველია არა სულ გველი მელანდება აი
შემოხეული რომ გველი მეგონა და ისე ძალიან მაგარი სიცხეა. სიცხეში ცდილობა ხომ დაიმარლონ და საშიშროება არ იქნება. მოდი წავიდეთ აბა იქ. იურტას ეძახდნენ იმებში. ჩუქჩები და ისინი რო არიან, იურტა. და ამერიკულად რა არის ეს? ეს მამიკო და ორი ბავშვი ყავს მოყვანილი. ჩემსავით ათვალიერები. ვედა რაღაცა დატრიალდა, აბა. აი, წავიდეთ აქეთ. მეზრა გაბრაზებული ინდიელია, ნახე როგორ მიყურებს. გაბრაზებული. ადეცი რა წნარები არიან. просто უბრალოდ ინდიელებს თვალებში რო შეხედა, სუცრემლები აქვს თვალებში რა, ეტყობა აი რომ ანგლოსაქსონმა რო დაჩაგრეს და ყველგან იგრძნობა ეს. აი ხა უკვე მე რა მახსოვს, ნახეთ. აქ ჩემი იდეა გავიდე, მაგრამ ორ ადგილას private property no trespassing. არ გახვიდეოდა, რა ვიცი ხა. ოთით გონია რომ არავინ არ არის და მე შეიძლება ვიღაცა გამოხდეს და აი მინდა შესვლა შეგნით აი ისე მაინც საინტერესო ამ ინდიელების ცხოვრება ჩვენ ხო ვიყავით ინდიელების მუზეუმში ნიუ-იორკში და ისეთი ვერსია კი არა, ფაქტურად ესენი ეს ამათი გენეტიკური გამოკვლევა რო გააკეთეს, მათი სისხლი და ეს გენეტიკური ერთი აქვთ რა. რუსეთში ყოფი ჩუქჩები და აი აქ ციმბირის ზემოთა ნაწილიდან და ამ ინდიელების გენეტიკური საწყისი ერთი აქვთ რა. და ვერსიაა რომ რუსეთიდან ალიასკის მიდამოებიდან გადავიდნენ მაშინ შეერთებული რო იყო ამერიკის კონტინენტი და ევრაზიის კონტინენტი რუსეთის მხრიდან შეერთებული იყო და გადმოვიდნენ და მთელი ამერიკა დაიფისა. აითვისეს. როგორც მახსოვს შორის ვიბოდით. აი მომენტია რა. მოდი ჩვენ მაინც კანონ მორჩილი ხალხი ვართ. რაღაც შარს რო არ გადავეკიდოთ. გადავალთ იმ ღობის იქით, მაგრამ მოდი ბოლომდე ჩავიდეთ მაინც რომ რაღაცა იქნებს საინტერესო კლასელი მყავდა ვასიკო კოხიანიძე იმ დღეს სუფრაზე შევხვდით და ესე იგი ბავშვობაში სულ ამაზე კითხულობდა აპაჩები ნავახო, სულ ინდიელებზე და ტომახავკებზე და იმებზე სულ წიგნებს კითხულობდა იქიდან მახსოვს. მე ჩვენ დროს ის იყო გოიკომიჩი თამაშობდა ინდიელების ფილმებს, მას საფრთხე ძალიან პოპულარული იყო. აი ვასიკო კოხიანიძე ახლა აქ რომ მოვიყვანო, ალბათ მაგრა გაუხარდებოდა. წერია camps stuff. Campi ინგლისურად. აი მეგობრებო, იგივე მომივიდა გახსოვთ სიცხისაგან გამიჩერდა ეს ტელეფონი დამიჯდა და ეს ბავშვებთან ერთად ყოფილა ტრაილერი ძღოლი. და ბავშვები ჩასვა ეხლა მანქანაში. აი ეს ტიპი, მაგარი. ჩასვა ეს თავისი ბავშვები და ეტყობა ატარებს რა. თუმცა ჩვენი დავილაპარაკე და ტრაილერი ძღოლია. ამერიკელია სხვათა შორის რა. მეთქე სანამ ეხლა გამიხარდა რომ ტელეფონი ისევ დამიბრუნდა, თორე სიცხისგან დაждდა უკვე მე რამდენი დამიჯდა რა. რამდენი გრადუსია ხო? 53 გრადუსია და ეტყობა ვიდეოს რო ვიღებ, მე ცხელდება და მიჩერებს ხოლმე და გაგვიმართლა რომ ეს მომენტიც დავიჭირეთ. მოდი ხა მე გავაცივებ ამ ჩემ ტელეფონს.
ეს კონდიციონერთან დავდე, ტელეფონი გავაცივე და სანამ გარეთ გავიდეთ ერთი კიდევ ნახოთ რაღაცა ვიპოვოთ. ასე ისეთი ტემპერატურა iPhone-ი რატო ვერ უძლებს? 5 წუთიც კი ვერ უძლებს, რომ ზემ არ გააჩეროს, ანუ ხურდება რა ტელეფონი და მე გადაღებებს აღარ აკეთებს. აი იქ არ ვიყავით და ის ადგილი იყო გასათვისებელი. მე შუშა ხონია გატეხილი ამანქანას. თითქოს მიგდებულია, მაგრამ რატოა? არიზონა. კი ვტრაბახობ ხოლმე, რომ სიცხე აღარ მადარდებს მეთქი, მაგრამ აღარ არის სიცხეა. თავად ტელეფონი არ დაგიჯინოს. აგეს უწერიათ. Posted, no trespassing. Გაფრთხილეთ, ნუ გადახვართ. იქა და მოდი მივიდეთ მაინც ახლოს. ოფისიკით არ გადავართ და ინტერესს რა უყოთ, ხო, რას მომოვდით? Camp stuff, კემპი. ეს იგი კემპის ნაწილები აქვს stuff, ანუ ეს დაგეტილია. რაღაც ინსტრუმენტებია, რაღაც კინებია, ალბათ ვიღაცას მუზეუმის გაკეთება უნდა რაღაცა და ბოლომდე ვერ ახერხებს. ეგ არის რა. ეგრეს შემდუღებლის, რა ქვია, სვარკის აპარატი, დანადგარი იქით, ხო, საჭირი და ასეთი რაღაცები. არიზონა. ესე იგი მე რომ მეგონა რომ ეს რესტორანია, ჯერომე არ ყოფილა რესტორანი. არის სუვენირების მაღაზია, რომელიც ამჟამად დაკეტილია. ჯერონიმო. რამდენჯერ მაქვს ასე გავლილი და სულ მინდოდა შემოსვლა და ეხლა ჩაგვივარდა ეს ვარიანტი. ეს ქვა არის ხე-ქვა და თავისებური დიზაინური გადაწყვეტილებების მომსწრები ხდებით რა. მგონი ეგ არის რა. კარგი იყო იქ რო შევსულიყავით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ღია რო ყოფილიყო იქ მაღაზია და შევსულიყავით, უარს მეტყოდნენ გადაღებაზე, იმიტომ რომ აქეთკენ არიზონაში ბევრი მაღაზიებია ასეთი და სადაც შევსულა ყველგან მიგზალავენ გადაღებას. რაც არის ეგ არის რა. ეს იცით ხო, ეს ტრიალებს და მერე წყალი ამოაქვს მიწიდა. ხარის იმას ხმარობდა ხოლმე ჩვენ ტეხაში ვნახეთ ეს ასეთი საშუალებები. მოდით კიდო საპატიო წრე დავარტყათ ჯერონიმოს. ეს აიგ ნახეთ ეს ჩვენ რო ნალი ქონდა ხოლმე ნალი კარებთან სოფლებში. თუ გახსოვთ ამათ ხოლმე ნახე ეს არის ჯიხვით რქა არის რა. საერთოდ აი ყველგან მაღაზიაში რო შედიხარ ამათ მაღაზიაში, სულ ესეთი ნიშნებია რა. ან სახლებში ყოველთვის არის წარმატების თუ ნიშანია ეს. ხო რა ნუ ვიფერატია რა.
დავქნათ მეგობრებო. არ გამოგივიდა ისეთი ძალიან ღრმა შემეცნებითი ტური, მე მეგონა რესტორანია მეთქი რაღაცა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადგილიც უკვე ასე თუ ისე ავითვისეთ. გვეცოდინება 40-იან გზაზე. ჯერონიმო თუ შეხტათ ბიჭებს განსაკუთრებით ახლა ცხოვრები რომ მუშაობენ. შეიძლება მომუდეთ აქ ნახვა და მე ასე ვთქვათ წინასწარ გეუბნებით რა არის აქ. დაანჩენით თქვენზეა. თუ ვინმე ასვლა მოუნდა იმ თაზე იქიდან გადახედოს, მაგრამ ამ სიცხეში არის. დაანჩენი უკვე გემოვნების და ინტერესების ამბავია. დავით, ესე ჩვენი პატარა ტური. იმედია მომავალში საინტერესო შემეცნებით ვიდეოში შევხვდებით. ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულს და ბევრი საინტერესო ადგილების ნახვას. კარგით.